მინდა გითხოთ თქვენი აზრი შაკიკზე და ბოტულინოთერაპიაზე. ძალიან ეფექტურია. მოგეთ რო გიპასუხოთ. ვინ საზღვრავს იმ არეებს, სადაც უნდა გაკეთდეს ეს იმპლანტი? ანუ თქვათ ნევროლოგიურად უნდა მოხდეს ამისი ესე ვთქვათ მიმართულების მიცემა თუ პირდაპირ მოვალ თქვენთან პლასტიკურ ქირურგთან და გეტყვით რომ შაკიკი მაქვს და მიმკურნალეთ. ესე ხო არ ხდება ალბათ თუ როგორ არის? პრაქტიკაში ძალიან ხშირად სამწუხაროდ ასეც ხდება. იდეაში ეს პაციენტები, ვისაც შაკიკი აწუხებს, ბუნებრივია ნევროლოგიური კონტინგენტი გახლავთ და პირველ რიგში ნევროლოგის კონსულტაცია ჭირდებათ. თუმცა მეორე მხარე გახლავთ, რომ ბოტულინოთერაპია ახსენდებათ ყველაზე გვიან, იმიტომ რომ ჯერ გამოიცდება სხვადასხვა წამალი, რომელიც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ არ არის ეფექტური, ან იმ ეფექტს ვერ ახსოვს პაციენტი, რაც წარმოუდგენია. ძალიან ხშირად ეს პაციენტი აღარ მიდის ნევროლოგთან და პირდაპირ ან დერმატოლოგთან მიდის, ან კოსმეტოლოგთან, ან პლასტიკურ ქირურგთან, რომ პირდაპირ 100%-ში შველის თუ ალბათ რაღაც პროცენტში? მედიცინაში არ არსებობს სამწუხაროდ 100% ეს ტერმინი. თუმცა ხო, მაგრამ ვისაც შაკიკი სტანჯავს, ალბათ იმისთვის 50%-იც კარგი შედეგია. ძალიან მაღალი ეფექტურობაში გულისხმობთ, რომ 80-დან 90% შემთხვევაში დადებითი გამოსავალია. საკეთებ ინექცია წინ თუ თლიან თავში თუ როგორ? ვიწყებთ იმ ზონიდანაც, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ.